ძლიერმა ქარმა რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზიანა. რთული ვითარება არის თელავში, სადაც სტიქიამ საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანებული იყო ელექტროგადამცემი ხაზებიც. აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა. სტიქიის ზონაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ. ძლიერმა ქარმა როგორც თელავში, ასევე მთლიანად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნა საკმაოდ სერიოზული პრობლემები. ძალიან ბევრ სახლს აქვს გადახდილი სახურავები, საკმაოდ სერიოზული დაზიანებებია. დილიდან მერიის მოქმედი ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს, ითვლის ზარალს ყველგან სხვადასხვა ლოკაციებზეა, თვითონ თელავში და მიმდებარე სოფლებში. ჩვენ აი ამ მომენტში ვიმყოფებით ერთ-ერთ ლოკაციაზე, სოფელ ვანთაში, ქერხშვილების ოჯახში, სადაც საკმაოდ სერიოზულად არის დაზიანებული სახურავი. ერთი რამ არის აღსანიშნავი, რომ აი ამ ძლიერი სტიქიური მოვლენის დროს არავინ არ დაზიანებულა ფიზიკური პირი. რო გავიგეთ უკვე მტროვის ხმა იყო და ის იყო გამოვედით, ბავშვები და ოჯახი გამოვიყვანეთ, მეზობელთან შევიყვანეთ. დილით ვნახეთ, რომ ძალიან იყო უკვე დაზიანებული, მთლიანად არის გადახდილი. მედია ჩამოსული იყო დილიდანვე. გააკეთეს აზომითი სამუშაოები, დაიწერა ყველაფერი რა არის გასაკეთებელი რა და რამოდენიმე დღეში უკვე გაკეთდება ყველაფერი.